ძალიან არ მინდა რომ რაღაც პროფესიონალური შევინარჩუნო, არ მინდა რომ პროფესიონალის შთაბეჭდილება დავტოვო, მინდა რომ უბრალოდ ხალხმა იცოდეს რომ ვაკეთებ ახალ ამბებს და არ ვარ არანაირად პროფესიონალი. სასურველია რომ პროფესიონალი გამხდარიყავი რაღაცაში. უბრალოდ ამ საკითხში. მაგრამ ჩემი პირველადი სურვილი არ არის რომ ვიყო პროფესიონალი და არც ვარ პროფესიონალი, ამიტომ როგორც პროფესიონალი შევაფასებთ. მოდი დავიწყებ ახალი ამბებით, შეიძლება რაღაცები შემეშალოს, რადგან პირველი ვიდეოა, ასე რომ გამკითხავთ ძალიან სასტიკად, როგორც მეკუთვნის, ისე გამკითხეთ. დავიწყოთ ისლამ მახაჩევის და მისი მენეჯერის საქმეებზე მინდა ცოტა მოგიყვეთ. ალი აბდელაზიზი, როგორც ვიცით, არის ძალიან ბევრი კარგი მებრძოლის მენეჯერი. ხო და ასევე ალი აბდელაზიზი არის ჯასტინ გეიჯის მენეჯერიც, ხო და ცდილობს რომ რაღაცნაირად ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს აჩხუბოს და მაქსიმალურად კარგი კონტრაქტები მოიპოვოს ორივესთვის, მაქსიმალურად ბევრი ფული იშოვოს. ამ ჩხუბით, რაც სავსებით ლოგიკურია მისი მხრიდან დანახული სიტუაციით, მაგრამ ეხლა ჩვენ ვკითხება, მოგწონს ეს ისლამ მახაჩევის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა? არავის არ უნდა. არსებობს ვარიანტები კიდევ, რომ ისლამ მახაჩევი ელოდება ბელალის და ჯაკ დე ლა მადალენას ბრძოლას, რათა შემდეგ იბრძოლოს ჯაკ დე ლა მადალენასთან ტიტულისთვის. ხო და თუ დაუჯერებთ ძალიან ბევრ MMA-ის ანალიტიკოს და იუთუბერს, თუნდაც წააგოს მადალენამ, ისლამი მაინც იჩხუბებს ტიტულისთვის და შეიძლება ბელალიც ცემოს. ძირითადად ბელალია ხოლმე ის, ვინც ამბობს, რომ დაუშვათ მე არ ვიჩხუბებ ისლამთან, იმიტომ რომ ის ჩემი ძმა არის, ჩვენ ერთად გავიზარდეთ დარბაზში, გავიზარდეთ არა, მაგრამ ჩამოყალიბდნენ როგორც მებრძოლები ერთად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამაზე ხაბიბანც კი ისაუბრა და თქვა, რომ ისინი არ იჩხუბებენ, მაგრამ თუ შევხედავთ ისლამს, ის მართლა რაღაცნაირად ფიქრობს, ჩემი აზრით, მისი საუბრებიდან გამომდინარე, ის მიიჩნევს, რომ რაღაც ბელალი არის უბრალოდ რაღაც წინაღობა და ალბათ ამ წინაღობას წერტილს დაუსვამს მალე ისლამი. ყველაფერი გაირკვევა ამ სადილო ბრძოლის შემდეგ. ხო, გუშინ დადოილია თუფური მღამენიუსი, რომ დაიწყო კემპი და ასევე ამავდროულად დადონიუსი ჩარლზ ოლივეირა, რაც ალბათ მიგვანიშნებს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა იქნება ვაკანტური ტიტულისთვის და რა თქმა უნდა ოქროზე იქნება ეს ბრძოლა. არ იქნება არანაირი ინტერიმი. ხო და ასეთი ამბებია lightweight-ში. მოდი გადავინაცვლოთ ახლა ბელალის დივიზიონში. ბელალის დივიზიონით საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. იქ რაჰმანოვმა და მისმა მენეჯერმა გამოთქვეს სურვილი, რომ ოქტომბერში სურთ დაბრუნება, რადგან ძალიან ბევრი კონტენდერი მოგროვდა უკვე და მათ ძალიან სურთ, რომ იბრძოლონ ტიტულისთვის, მაგრამ მე თუ მკითხავთ, რაღაცნაირად არც ეკუთვნის რაჰმანოვს იმ იანგარისთან ნაბრძოლებით, იმ ლეველით, რაც რაჰმანოვმა აჩვენა. საერთოდ არ მგონია, რომ კი, რა თქმა უნდა, მისცემენ მას ბრძოლას, მაგრამ საერთოდ არ მგონია, რომ ის უნდა იყოს მაინც და მაინც 100%-ით. შეიძლება რაღაც ინტერიმის ქამლისთვის იბრძოლოს, თუ ამას გააკეთებენ, ალბათ სამართლიანიც იქნება, რათა მართლა დაიტესტოს ის ვინ არის. ბელალი ყველა მიცის ვინც არის, ბელალში ეჭვია, არავის არ ეპარება. ხო და კაკრას უბრალოდ ზუსტად ბელალზე მინდოდა თქმა იმის, რომ ბელალ მუჰამედმა თქვა, რომ ხამზად ჩიმაევთან უნდა ბრძოლა და ამ ბრძოლას ძალიან დიდი ხანია ეძებს. ხამზატი როცა 180-ში 170-180-ში, middleweight-ში როცა იბრძოდა ხამზატი, მაშინ გაუჩნდა ბელალს სურვილი, თქვა, რომ სტილისტიკურად ძალიან გვანან ერთმანეთს ხამზატი და ბელალი და რომ ხამზატი ძალიან რაკეტასავით შედის
საწყის რაუნდებში და თუ ამას გაუძლებს ბელალი, მაშინ ბოლო რაუნდებისკენ მოგებასაც წაიღებს და შეიყვანს ღრმა წყლებში. ამასთან დაკავშირებით არაფერს არ ვიტყვი ხა, მე მართლა მგონია რომ ბელალი ძალიან დაუფასებელი მებრძოლია. მაგრამ ხამზატი ბევრად მირჩევნია ხა. თუნდაც სანახაობრივად მირჩევნია, თუნდაც პერსონაჟით მირჩევნია, რავი, ყველაფრით მირჩევნია ხამზატი. უბრალოდ ხამზატის უნარები ისე კარგად არ ვიცი ჯერ როგორც ბელალის, შესაბამისად რთულია ჩემთვის თქვა ვინ მოიგებს, მაგრამ ჩემი გული კარნახობს რომ ხამზატმა უნდა მოიგოს ეს ბრძოლა. რა თქმა უნდა თუ შედგება პირველ რიგში ხამზატი უნდა გასცდეს კაიო ბორალიოს, რასაც ძალიან მარტივად გააკეთებს, არ ვიცი ხა კაიო ბორალიოს ვინ მისცა ახლა ჰაიპი, კი Fighting Nerds-ი ძალიან მაგარი დარბაზია, ძალიან მაგარი ორგანიზაცია თუ რა, როგორც აიძახიან, არ ვიცი. ჯგუფი, დაჯგუფება. მაგრამ კაიო ბორალიოს ბრძოლებიდან გამომდინარე ის არ არის მართლა არ ემსახურებს ახლა რომ ხამზატს ეჩხუბებოდეს, იმიტომ რომ მართლა აი ხაზგასმით ვერ იტყვი რომ აი რა ბრძოლებიც მოიგო, დომინირებით მოიგო ან რაღაც მაგდაგვარი, ვერა. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ იმავე არ არის და უშუალოდ აქტიური ისეთი როგორიც არის კაიო ბორალიო. მიეცა შანსი ბორალიოს და ნუ სამსებით დამსახურებოდ, იმიტომ რომ მოიპოვა მან ეს შანსი ამ ტრეშ თოკით, ამ გამოწვევებით, ამდენი საუბრით და მოკლედ ასეთი ვითარება ამ დივიზიონში. ავიწიოთ ცოტა მაღლა და რა ხდება ახლა. იქ heavyweight-ში საშინელება ხდება. მართლა heavyweight-ში ესეთი სიტუაცია ჯერო არასდროს ყოფილა ესეთი სიტუაცია, ალბათ ტომი ასპინალი იბრძოლებს სირილ განთან ინტერიმ კამარაზე. მსგავსი ფარსი ალბათ რავი. ძალიან დიდი ხანი არ გამიგია. არ ვიცი. ანუ ადამიანი იგებს ინტერიმ კამარს, მერე ყავს დივიზიონში ჩემპიონი და უნდა ეჩხუბო ჩემპიონს. და ისევ ინტერიმ კამარისთვის ჩხუბობ. თან ვისთან? სირილ განთან, რომელსაც სირილ განთან, რომელსაც ვოლკოვთან ბრძოლა აჩუქეს. და მე ვოლკოვზე დენა ვაიტმა თქვა რომ რაღაცას მოუხერხებთ რაღაცას, იმიტომ რომ გაძარცვესო და მე ჩელტონ ალმეიდაში ახვედ რა. არ ვიცი ესეც რაღაცნაირი დაცინოა ამ დივიზიონის. მაგრამ ტომი ასპინალი ხვდება სირილ განს, ნუ ჩელსონი ამბობს ამას, გუშინ ამბობდა რომ ნუ 100%-ით ჯონსი შეხვდება. 100%-ით შეხვდება ჯონსი ტომი ასპინალს და მე უცებ დღეს გამოდის და იძახის რომ შევწდი არა უშავს. ხო, არა უშავს. მაგრამ ესეთ ამბებს მაინც მგვეუბნები, აშუაშია სირილ განი ტომ ასპინალთან, ხო? მით უმეტეს იმ ვოლკოვთან ბრძოლის მერე. ხო და რა ვიცი თუ ჩაატარებენ ამ ბრძოლას, მაშინ უნდა იყოს კამრისთვის 100%-ით ასე უნდა იყოს და ჯონ ჯონსი უნდა წავიდეს. სხვა გზა არ არსებობს, იმიტომ რომ ესე არ ხდება რა. რა ვიცი. შენ არ იჩხუბო 2 წელი ჩემპიონი იყო. ვიღაც მართლა მიუჩიც ეჩხუბოდა, მე ბრახტა. მოკლედ ძალიან იჩაგრება ტომი ასპინალი და სირილ განთან იჩხუბებს და რომ წააგოს სირილ განთან ასპინალმა. არ ვიცი ამ დივიზიონში რა მოხდება. არც მინდა რომ ვიცოდე ამ დივიზიონში რა მოხდება. დღეისათვის ეს იყო. იმედია რომ ხვალ უკეთესი ამბებით შემოგერთდებით და ნუ ფორმატი მინდა რომ ესეთი იყოს ამ ვიდეოების. იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება და ხვალ ბევრად უფრო კარგ ამბებს გეტყვით. კარგად.